ადრე ბავშვები ბევრად სპორტულები იყვნენ. მე აქ სკოლაში მუშაობ 70 წლიდან როგორც წუთნელი. და ბევრად კი გასაგებია რომ მაშინ ჩვენ კონკურსით ვიღებდით ბავშვებს და ის ბავშვები უფრო ისეთები იყვნენ, სპორტის მხრივ, მაგრამ მაინც ჩანს ძალიან რომ ბავშვები ფიზიკურად არ არიან ისეთი ჯანსაღები, როგორც ადრე იყვნენ. ადრე ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, დახვდოდნენ, დარბოდნენ, ეხლა როგორც ჩანს ბავშვებს არ აქვთ ეზოსთან შეხება. ჩვენი სურვილი იქნება რომ თუ არ შეუძლიათ სპორტზე ატარონ მშობლებს ფინანსური მხარე, გასაკვირველია, მნიშვნელოვანია ეზოში გაიყვანონ უფრო ხშირად, ბუნებაში წაიყვანონ, პარკებში. ოღონდ მთავარია რომ ბავშვებმა ირბინონ, იხტუნაონ, ფიზიკურად იმოძრაონ, იმიტომ რომ ერთი მშობელი მოვიდა და თქვა რომ ჩემმა ბავშვმა სიარული არ იცისო, რატო? იმიტომ რომ ცხოვრობდო პირველ სართულზეო, სამკიბეს ადისო, მე სახლში შედის კომპიუტერთან ჯდებაო და მიყვავს და მოყვავს მანქანიდო. ბავშვები ესე იგი შენობიდან შენობამდე ფეხით არ დადიან და ამას ნამდვილად პრობლემები მოაქვს შემდგომში.